გამარჯობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სალამი და დავიწყოთ საუბარი იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც დღეს უნდა განვიხილოთ. მე უკვე აღვნიშნე გადაცემის დასაწყისში, რომ გაზაფხული ყველას ძალიან გვიყვარს, მაგრამ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი გარკვეულ სიგნალებს, ანუ მინიშნებებს გვაძლევს. ხშირ შემთხვევაში ეს მინიშნებები ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ეს არის რომელიმე ქრონიკული ან ფარული დაავადების სიმპტომი. შესაბამისად, ამ პერიოდში, როდესაც ჩვენი ორგანიზმი არის ძალიან დასუსტებული, მნიშვნელოვანია რომ მოვისმინოთ და გავიგოთ თითოეული მინიშნების უკან რა ფარული დაავადება დგას. და ჩვენი სტუმარია ანა შაკაია, ოჯახის ექიმი. გვიხარია ჩვენთან ერთად რო ხართ და მოდით ვილაპარაკოთ ამ თემის ირგვლივ. რა ფარული სიმპტომები, რა სიმპტომები იჩენს თავს გაზაფხულზე? მეც მოგესალმებით, გილოცავთ ლამაზი გაზაფხული დღეების დადგომას და ყველას ბედნიერ დღეებს გისურვებთ. დიახ, გაზაფხული ასოცირებულია სიახლესთან, სიყვარულთან, ყველაფერ კარგთან, ასე ვთქვათ, გაღვიძებასთან, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზმის იმ ზამთრიდან ასე ვთქვათ იღვიძებს. ის ორგანიზმში მიმდინარეობს ბევრი რთული ფიზიოლოგიური პროცესები ერთდროულად და თუ რომელიმე პროცესი დარღვეულია, ამ შემთხვევაში უკვე ორგანიზმი ჩვენ გვეუბნება, რომ აქ არის სიგნალი, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც საჭიროა. ზოგ შემთხვევაში ეს სიმპტომები თავისით გადის და არ ჭირდება ამას რამე ისეთი სამედიცინო ჩარევა, ზოგ შემთხვევაში ის კი საყურადღებოა. ასე რომ ჩვენ შეიძლება ასე ვთქვათ პუნქტებად ჩამოვთვალოთ რა შემთხვევაში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. კარგი იქნება რომ დავიწყოთ უკვე ძირითად სიმპტომებს დავიწყებთ. სისუსტე. რომელიც მგონია რომ ალბათ ყველასთან ახლავს, ხო? მაგრამ რიგ შემთხვევაში ეს უკვე არის რაღაცა გარკვეული დაავადების ნიშანი. ნიშანი, რა თქმა უნდა, თუ ეს სისუსტე არ იხსნება რეგულარული ფიზიკური დატვირთვით, ან თუ არ გვაქვს ჩვენ მოწესრიგებული ძილი, ან ისეთი სამსახური გვაქვს, სადაც არის ეს ღამისწვლა უწევთ ადამიანებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რა არის, ხო, ამის მიზეზი. თუ ჩვენ აი ამ სიმპტომ მოხსნით აი ამას, რომ ადამიანი კარგად ეს ფიზიკურად ვარჯიშობს, კარგად უკება, მაინც გრძელდება ეს სისუსტე, ეს უკვე იმისი მანიშნებელია, რომ ჩვენ უნდა ჩავთოთ სიგნალი, რომ რაში არის საქმე. და რა პერიოდი შეიძლება გრძელდებოდეს აი ეს სისუსტე, რომელიც თან ახლავს გაზაფხულს? ეს სისუსტე თუ გრძელდება სადღაც 2 კვირის განმავლობაში, ნამდვილად არ არის საშიში. შეიძლება საგანგაშო, ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ეს სისუსტე გრძელდება, მაგას უკვე თან ერთვეს ასევე სხვა სიმპტომები. აქ უკვე არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, აქ არის მომატებული ძილიანობა. აი ეს მომატებული ძილიანობა ძალიან ბევრს აქვს და თუ შეიძლება თუ გაქვთ რო გავჩერდები ამაზე და გეტყვით. დიახ. ანუ ძილღვიძილის ციკლი ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, ბიორითმია ჩვენი ორგანიზმის. ძილი მხოლოდ დასვენება არ არის. ეს არის ძალიან რთული აქტიური პროცესი, სადაც ხდება ჩვენი მეხსიერების კონსოლიდაცია, ჩვენი ემოციური სტაბილიზაცია და ასევე იმ მონაცემების გადამუშავება, რაც ჩვენ დღის განმავლობაში გავიარეთ. ანუ არ არის ეს ასეთი ვთქვათ მარტო დასვენების პროცესი. ამიტომ უნიშნულოვანესია ძილი. ხანძლებობა ძილის ბიოლოგიურად დეტერმინირებულია. აი ხო ვიცით, ახალშობილებს დიდხანს ძინავს, მეტი დრო აგძილის. მერე უკვე მოზარდებში და ახალგაზრდებში სადღაც 7-დან 8 საათამდე 9 საათამდე ნორმალურია თუ არის ეს ძილი. თუმცა ცოტა გადავუხვიოთ თემიდან, მაგრამ ვიცი რომ მნიშვნელოვანია როდის დაიძინებ. სასურველია რომ 10-მდე 11 საათამდე უკვე ანუ ძილსაც აქ თავისი ჰიგიენა, ასე ვთქვათ. აქ მაგას მნიშვნელობა ვიცადო დასვენების დღეებშიც კი ჩვენ დავისვენოთ ერთი და იგივე დავიძინოთ ერთ და იგივე დროს და თავისთავად გავიღვიძოთ. უკვე ასაკში ეს მცირდება, სადღაც 7-8 საათია ძილის პერიოდი ნორმალურად ითვლება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც 4-5 საათი ძინავს, იღვიძებენ და სრულად შრომის უნარიანები არიან. შრომის უნარიანობა არ ნიშნავს, რომ მარტო ფეხზე გახარ და საუბრობ. ანუ უნდა იყო ემოციურად სტაბილურად, მეხსიერება უნდა ქონდეს კარგი და ასე ვთქვათ, შრომის უნარიანი უნდა იყოს სრულყოფილად. აი ეს გრაფიკა ჩვენს უკან მონიტორზე არის, ძალიან სახალისოა ამ შემთხვევაში და ამაზეც კაი იქნება კომენტარი, აი. ხო, დაწექი დაიძინე, დავალაგო ძილის რეჟიმი. მოდი ავიღოთ ზოდიაქოს მიხედვით ყუპები არიან რა და ერთი აღძის მეორეს რომ დედა ლაშა სად არ ვიყავი? ხო ხედავ. აი ეს როდესაც მიდის ეს ჭიდილი, ხო, გინდა დაძინება ადამიანს, მაგრამ რაღაცა არ გაძლევს ამის საშუალებას. დიახ, და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ან უყურებთ ეკრანს, ან კომპიუტერს და ფიქრობთ, აი უყურებთ ცოტა ხანი ვსკროლობთ ასე და არა უშავს მე, მაგრამ ამ დროს ჩვენი ტვინის უჯრედები აქტიურდება, სტიმულები ნეძლევა ტვინის უჯრედებს და ეს პირიქით არ განაპირობებს ჩვენ მშვიდ ძილს. უმადობაზე რომ გადავიდეთ, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი სიმპტომია, რომელიც ხშირად გავრცელებულია. დიახ, უმადობა ერთ-ერთი სიმპტომია, იმიტომ რომ ის ცხიმები და
და ის ვიტამინები, რაც ჩვენ ზამთარში გქონდა და მარაგი გქონდა ჩვენ ორგანიზმს, ჩვენ ეს დავხარჯეთ. მზის სხივები ნაკლებია, D ვიტამინის გადამომუშავება ქვეითდება და D ვიტამინი თქვენ წარმოიდგინეთ მადაზე, ძილზე, ჩვენ გუნებ განწყობაზე, ბევრ რამეზე. არ არის ეს მარტო რომ ოფლიანობა, ფრჩხილების წვრილადობა და რამე ესეთი გავრცელებული სიმპტომები, არამედ D ვიტამინის უმნიშვნელოვანესი როლი აქვს აი ამ ნერვულ სისტემაში, თუნდაც აი ამ უმადობაშიც. კი ბატონო, გეთანხმებით. ბატონო, ეს ერთი ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ აღნიშნეთ, რომ ზამთრიდან ორგანიზმმა უნდა გაიღვიძოს და გადმოერთოს გაზაფხულზე. ამ პერიოდში სხვათა შორის ძალიან მატყუარა ამინდებიან, იმისა, იმიტომ რომ ადამიანები ცდილობენ უკვე ერთი პირველი მზის დანახვაზე, ნუ ბუნებრივია, ყველას მობეზრებული აქვს, ხო ეს 10 ჯემპი და და შესამა, ხო, ამიტომ ამას კიდე ცალკე თანდებები აქვს, იმიტომ რომ გაციება მოყვება, ვირუსები მოყვება და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს გარდამავალი პერიოდი, იმიტომ რომ ეს ალბათ საინტერესოა თვითონ მშობლებისთვის, რადგან ბავშვების მიმართაც უნდა გააკეთონ ამ მხრივ აქცენტი ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლის. აი ეს პერიოდი, იმიტომ და რამდენ ხნიანი მომზადებაა საჭირო იმისთვის, რომ რაღაცა ბარიერები არ შეგვექცეს. დიახ, ანუ მე ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჩვენ ძალიან მკვეთრად ნუ გადავალთ, კი არის ტემპერატურა უკვე 18, 19, 20 გრადუსი, მაგრამ მაინც ეტაპობრივი გადასვლა უნდა იყოს, რაც არ უნდა მზიანი ამინდი გამოცხადდეს. გადახურება არ არის სასურველი, როულინგები, თბილი ჩათმუნება არა, მაგრამ შესაბამისად არა ძალიან, ასე ვთქვათ, მაისურებით არ გისურვებთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ორპირები, ძალიან ხშირია ვირუსული ინფექციები, ჯერ მძვინვარებს. და ჯერ კიდევ ჩვენი ორგანიზმი არის ძალიან სუსტია, ფაქიზია, ყლორტივით არის და აი ამ გაზაფხულის სხივებს და ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, მიჩვევა ნელ-ნელა. ვიტამინით არ არის გაჯერებული ჩვენი სხივი. შემდეგი კითხვა არის კანის სიმშრალესთან დაკავშირებული. კანის აქერცვა, რომელიც ძალიან ხშირად ახასიათებს ამ პერიოდს. ძალიან ხშირია, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში რა თქმა უნდა აბაზანებს ცოცხლობულობს სამსახურიდან რომ მოვდივართ, ხშირად ხდება და დატენიანება ისე ვერ ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ კვებითი რაციონი გავამტკიცოთ. ანუ ბოჭკოები, ეს არის პარკოსნულები, ეს არის თევზი, კვერცხი, აი მაქსიმალურად ვეცადოთ ყოველთვის მომხრევარ იმისი ვიტამინების და კომპლექსის მიღებას ბევრად მეტად ჩვენი რაციონი გავაფართოვოთ. ეს იქნება კაკალი, თხილი, ნუში, აი ესეთი რაღაცებით, რაც ჩვენ კანს მისცემს გვემატებს. ჩურჩხელა ძალიან კარგია. B ჯგუფით, B ვიტამინების ჯგუფით სავსე საკვები, მრავალფეროვანი საკვები და არა ეს გაჯერებული ქიმიური ვიტამინები. თავისთავად სადაც არანაირი სარგებელი ორგანიზმის და კიდევ ერთს ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად აფთიაქებში რო შედიან მომხმარებლები, რომ აი იყვებიან ამ სიმპტომებს, მე გირჩევთ, რომ ელემენტარულად სისხლის საერთო ანალიზი ჩაიტაროთ ექიმთან. აი ამის მერე ოჯახის ექიმის კონსულტაციის შემდეგ უკვე ადვილად გამოჩნდება, რისკენ უფრო გაქვს მიდრეკილება. შეიძლება პაციენტი ანემიურია და ამ დროს უფრო მეტად აქვს ეს ჰემოგლობინი დაქვეითებული, ამიტომ ეს სისხლის ნაწილაკებია. სხვათა შორის არაერთხელ გამიგიალაშო ექიმებისგან, რომ ძალიან ხშირად ჩვენ თვითონ ვიცით დანიშნო გარკვეული ვიტამინების და ჩვენ ვწყვიტავთ რკინა გვაკლია თუ C ვიტამინი რაც არ არის. D ვიტამინის არ ჭარბი მიღება არ ვარ გამიგე, ჭარბი მიღებაც არ ვარ გა, მაგასაც აქვს თავის უკუჩვენებელი. და პლუს ამას ნიმცამ რაც აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითონ ფლიან, როგორც ჩვენ თქვი, არა მარტო ვიტამინებზე, იქ მედიკამენტების გამოყენებაზე რაც შეიძლება, ხო, კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენოს. პირველადი ჯანდაცვა ისე კარგად არის გაწყობილი და ოჯახის ექიმებს იმდენად ახლოს გვაქვს ურთიერთობა ჩვენ პაციენტებთან, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ეს იქნება სატელეფონო კონსულტაცია, ის იქნება ჩვენთან ურთიერთობა, არ არის ეს პრობლემა, რომ ჩვენ ისინი სწორ გზაზე ასე თქვა დავაყენოთ, იმიტომ რომ ნახეთ თქვენ რო თქვით სასიგნალო ნიშნები. მომატებული ზილიანობა თუ ეს გახანძლივდა და თვეზე მეტია, ეს უკვე შეიძლება იყოს ენდოკრინული დაავადებების ერთ-ერთი მაჩვენებელი, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს, ანუ რასაც ქვია ჰიპოთირიოზი, მეტაბოლური ცვლილები ორგანიზმში შეჩერებულია, შენელებულია, ნაკლებად ენერგია გამოიყოფა, ანუ მუდმივად თანსდევს პაციენტს ქრონიკული დაღლილობა, ეს მომატებული ზილიანობა, ეს შეიძლება იყოს ასევე შაქრიანი დიაბეტი, თავბრუსხვევა, უამრავი დაავადებები, ეს შეიძლება იყოს ინფექციური მონონუკლეოზი, კოვიდის შემდგომი. იცით რამდენი გართულებებია, რომელიც ჩვენ ჯერ კიდე არ ვიცით და ვსწავლობთ. ასე რომ უცნაური კითხვა მაქვს ლაშა. ჩვენთან გუშინ როდესაც კვლევას ვაწარმოებდით ამ თემის ირგვლივ, ერთ-ერთი ესე თემა ამოტივტივდა, რომ გაზაფხულზე არის ესეთი ამბავი, რომ უფრო გინდება მჟავე და რიგ შემთხვევებში უფრო ხშირად გინდება ტკბილი.
მხოლოდ გაზაფხულ და ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს. რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს? თუ ფეხძიმე დარვა. დიახ. ეს იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ გვინდა ენერგია. აი ამ როდესაც ჩვენ ვღებულობთ კბილს, ანუ სწრაფად ხდება ენერგიის გამომუშავება და აი ამ ორგანიზმს აქვს მოთხოვნილება მჟავებს, იმიტომ ვთქვით, რომ მონელების სისტემა არის აჩქარებული და ამიტომ ჩვენ ეს კუჭნაწლავი ითხოვს ამას, რომ გაძლიერებულ მონელებას მოვერგოთ, ასე ვთქვათ, გავუკლავდეთ. ამიტომ გირჩევთ, რომ მიიღოთ ისეთი საკვები, რაც ისეთ მძაფრ გლიკემიას არ გამოიწვევს. ანუ მივიღოთ ისეთი პროდუქტები, სადაც არის შაქრის ისეთი შემცველობა, რომელიც ნელა გამოყოფს ამ ჩვენ ენერგიას. თუნდაც ეს თხილეული, ჩირეული, კი ბატონო, ეს იქნება ვაშლი, გრეიპფრუტი. ანუ ამ დროს ხო არ არის ძალიან ტკბილი და უცებ არ არის ხორცნა ამ ენერგიის. ჩვენ გვინდა რომ სწრაფად მივიღოთ. კი ბატონო, კი, დაასრულეთ. აი ეს მითუ და რომ მეძებადია. კი ბატონო, რა მინდა ითქოთ. როგორც წესი არ ვიცი, შეიძლება მევცდები, ანუ უბრალოდ ყოველ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეჯერ მსმენია, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს გულსიზღვრა დაავადებები და ჩემ და სამწუხაროდ ჩემს ირგვლივ ალბათ თქვენს არ ვიცი, უფრო ხშირია ინფარქტის შემთხვევები. ესეც გარკვეულწილად საინტერესო მოვლენაა, რატო მატულობს თქვა გაზაფხულის დადგომასთან ერთად აი ეს პრობლემა. აგიხსნით ყველაფერს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ასაკთანაც კავშირშია, რა თქმა უნდა თანხლებ დაავადებებთანაც არის კავშირში და ასევე ხდება ორგანიზმში მიკრო და მაკრო ელემენტების ცვალებადობა. მიკრო და მაკრო ელემენტები გულის კუნთისთვის ძალიან ძალზე ზედმეტად მნიშვნელოვანია. ეს იქნება კალიუმი, მაგნიუმი, რატო ვაკეთებთ ჩვენ იმ ელექტროლიტულ ბალანსს? ამიტომ ხდება ამ ელექტროლიტული დისბალანსი, რაც თავისთავად მიოკარდიუმში იწვევს ამ ცვლილებებს. თავისთავად ამ დროს ასე ზამთარში ხო გიყვართ ჩვენ უფრო ცხიმიანი საკვების მიღება, ეს თავისთავად უკვე ლიპიდური ცვლის ცვლილებებს იწვევს. ეს ყველაფერი ასაკთან ერთად უკვე რისკ ფაქტორში ჩდება. გამიგეთ, ამიტომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა. გაზაფხულზე ჩავიტაროთ აუცილებლად ელემენტარული კვლევები, რაც ასაკობრივად, ასე ვთქვათ, ჩეკაპები რატომ არის ძალიან კარგი, იმიტომ ყველა ასაკს აქვს თავისი ჩეკაპი. ამიტომ ჩვენ თუ დროულად ამას ჩავიტარებთ, გავიკეთებთ, ან მოусმენთ ჩვენ ორგანიზმს, თუ ზედმეტად ამ მოსვენების შემდეგ მაინც გაგრძელდება ჩვენი ჩივილები, აუცილებლად მივმართოთ ოჯახის და შენ რაც თქვი ორგანიზმის სუსტებობა და ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი ალბათ ადამიანებში გაზაფხულზე არის თავის ტკივილები. ესეც გარკვეულწილად გამოწვეულია ალბათ შიდა არტერიული წნევებიდან, არ ვიცი ეს რასთან კავშირში შეიძლება იყოს. თავის ტკივილი და წნევა ნამდვილად აი ალბათ წნევას თუ ყურადღებას არ მიაქცევენ ადამიანები და განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ვერ გძნობენ ამ წნევას, რაც არიან ოჯახური გენეტიკა თანახმად. და ეგ არის ყველაზე ცუდი ალბათ დამეთანხმებით თქვენს, რომ არსებობს კატეგორია ადამიანების ნიმუშა, რომელიც ვერ გძნობს, წნევა აქვს. დიახ, ძალიან სწორი ბრძანდებით. როცა მოდიან ჩვენთან პაციენტები ჯანმრთელობის ცნობის ასაღებად, ჩვენ ეს რუტინულად კვლევები რაც არის ჩასატარებელი, ეს ექნება არტერიული წნევის გაზომვა, ფიზიკალური და ობიექტური მონაცემები, უკვირს პაციენტს რატომ აგწნევა, მე ძალიან კარგად გზნობ თავს. ანუ იმის ორგანიზმი უკვე აი ამ მაღალ არტერიულ წნევაზე არის, ასე ვთქვათ, მიჩვეული, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი. ამიტომ გეუბნებით, რომ რუტინული კვლევა ძალიან კარგია, თქვენ თვითონაც გაეზონეთ სახში წნევა, როგორც კი ბატონო. კი, ანუ მიზეზი ძალიან ბევრია, რომ ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტად აი ეს მეტაბოლური ცვლილებები. ეს არის ლიპიდური ცვლა, ეს არის მიკრო და მაკრო ელემენტები და ჰორმონალური ცვლილებები. გულის აჩქარება, არითმია, სუნთქვის უკმარისობა, აი როდესაც ესეთი სიმპტომები გვაქვს, რაზე შეიძლება უმიუნიშნოთ? აი აქაც აი ასე ვიტყვი, რომ ეს ბევრ დაავადება შეიძლება, ასე ვთქვათ, მომარგო, შეიძლება იყოს დეპრესია, ეს ეხლა შფუთვითი აშლილობა, რომელსაც თან ახლავს ეს სიმპტომები, ან ეს შეიძლება იყოს გადაღლილობის ბრალი, თუნდაც ამ ჩვენი რეჟიმით გამოწვეული, ხო? ამით იყოს გამოწვეული. თუმცა ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სიგნალი და ასე ვთქვათ, რაღაცა დაავადების მანიშნებელი. როგორ გავარჩიოთ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს სიმპტომები რამოდენიმე დღეში არ ლაგდება, თუნდაც ამ ორ კვირაში, აუცილებლად ეს არის სასიგნალო და უმნიშვნელოვანესი. რატომ არის ტახიკარდია და არითმია? ანუ ორგანიზმი საპასუხო რეაქცია აქვს, ჟანგბადის ნაკლებობა, ის აჩქარებს გულს, გამიგეთ? არის მათ ჰორმონალური ცვლილებები, ანუ ჰიპერთერიოზი, ფარისებრი ჩირკლის დაავადებები, მათ აჩქარებულია გული, ტახიკარდიები, აი ეს არის მიზეზი. ამიტომ ბევრი მიზეზი შეიძლება ასე ვთქვათ არსებობდეს. და თუ ორ კვირაზე მეტად გახანგრძლივდა, ესე იგი ეს გაზაფხულს არ უკავშირდება და უკვე ქრონიკული დაავადება. როდესაც საკვები გვეჩვენება, აი მარილიანი საკვებია და გვეჩვენება, რომ უმარილო არის, ესეთი შემთხვევებიცაა. აი რას უკავშირდება ეს? ეს უფრო უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს.
ეს ის შეიძლება იყოს გასტრიტი, ან ჰიპოაციდური, ან შეიძლება იყოს სხვა კუჩხანსლავის ბევრი უამრავი დაავადებები, რა დროსაც არის ასეთი სიმპტომატიკა. რა ვიცი, მე მარილის გარშე ცხოვრება ეხ რეკლამას არ ვაკეთებ, უბრალოდ საჭმელი მე ვთვლი, რომ ზომიერება ყველაფერში ძალიან კარგია. ვისთვის ეს ზომიერებაც ისეთი რა თქმა უნდა. ხო, პირობითად არის, ხო, ნინუცა შეიძლება საერთოდ არ იყენებს მარილს, მე მიყვარს და მეც ხო. სვანური მარილიც არის. შუმად რატომ ითხარი ვერ გაიგებდი? და მგონი მაინც და მაინც ასეთი თვითახმა ხო, არ უნდა თქვა, აბსოლუტურად ვერ გეთანხმები, მაგრამ აქ არის ერთი თქვენ წინა კითხვაზე ნინუცამ რაც დასვა ხაზი გაუსვით დეპრესია და შფოთვა, დეპრესიას და შფოთვას შეშველება ასე თუ ისე ადრე თუ გვიან, მაგრამ როდესაც აი ამასაც ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც შინაგანი დისკომფორტი გრძელდება და იგივე სუნთქვა, გულის აჩქარება და რა სიმპტომები თქვენ ჩამოთვალეთ, მე მინდა რომ უბრალოდ მაყურებელმა გაიგოს უფრო მეტად, რომ როდესაც მსგავს ვითარებაში აღმოჩნდებიან, ეს არ უნდა მიაწერონ მხოლოდ და მხოლოდ დეპრესიულ ფონს და აუცილებლად, რა თქმა უნდა, აი ხო გითხარით, ძალიან ბევრი დაავადებები შეიძლება იმალებოდეს ამის უკან. ამიტომ აი ეს ელემენტარულად ერთი ვიზიტი ჩაატარეთ, თუ ეს ჩივილები გრძელდება, სადაც ეს ძალიან ინსტრუმენტალური კვლევები ჩვენ ყველაფერს გვაჩვენებს. ზუსტი კვლევები. როგორ გულდასაწყვეტიალაში, რომ ძალიან ხშირად რაღაცა აი ამ ჩივილებიდან პირადად მეც ბევრი მაწუხებს და ხშირად მეც ესე თვალს ხუჭა, გადაივლის და რიგ შემთხვევებში გადადის, მაგრამ ძალიან ხშირად ის არის თუ ეს თქვენ ცხოვრების ხარისხს აქვეითებს, თქვენ შრომის უნარიანობას, თქვენ არ ახართ ისეთი პროდუქტიული ოჯახში, სამსახურში, ეს უკვე სასიგნალო ნიშანია. აი შეხედეთ, ორგანიზმი ხო ყველაფერს ეჩვევა, მოცემულობას, ანუ დიდი ხანი რისი თქმა მინდა რომ შეიძლება ადაპტაციას აკეთებს და მე ორგანიზმი თითქოს აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, აი ამ სიმპტომებით, როდესაც შეიძლება მარტივი კვლევით მივიდეთ, მე როგორც ვიცი, უამრავი დაზღვევის პროგრამა, სახელმწიფო უამრავი სკრინინგული პროგრამები მოგეცემება პარიზებში ჯირკველსაც აქ რამოდენიმე სკრინინგები. ხო, წამის მეშვეობით შეიძლება რა თქმა უნდა, ამ სიმპტომების ალაგება. აი გოგოები ხშირად ამ პრობლემით ექიმთან უკვე მიდიან, იმიტომ რომ ისეთი თემა არის ასაკთან ერთად და გაზაფხულს უკავშირდება მწვავედ, ჩხილების დასუსტება, ტეხვადობა, თმის ცვენა, ასევე გამოშრობა, რას უკავშირდება, იმიტომ რომ ისედაც ახასიათებს გაზაფხულზე ბავშვობიდან, ანუ თმის ცვენა იწყება გაზაფხულზე, თუმცა, როდესაც ეს პროცესი არ გრძელდება, პირობითად 2 კვირა გაგრძელდა და აღარ სრულდება, აღარ სრულდება, ისი ნიშანი შეიძლება ეს უკვე ძალიან ბევრი ნიშანია, ფჩელების წვევადობა, თმის ცვენა, ეს შეიძლება იყოს რკინადეფიციტური ანემია, ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვის პრობლემები, ეს შეიძლება იყოს B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, ანუ უამრავი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ამიტომ ბალანსირებული კვება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ძალიან ზედი რეჟიმი, სტრესი არის ასე ვთქვათ სიგნალი იმისთვის, რომ ბევრი მექანიზმები ჩაერთოს ამისთვის. აი ამიტომ ნაკლები სტრესი, ბევრი მეტად დადებითი ემოცია, ბალანსირებული კვება, სწორი რეჟიმი, ეს არის ძილის და ღვიძილის, აი ეს ყველაფერი ერთად ქმნის ყველაფერს, თუმცა ესე ძალიან რთულია ჩვენ ცხოვრების რიცხვს უნდა მივყვეთ და ზუსტად ისე არ გამოდის ზოგჯერ როგორც გვინდა და ეს ჩვენი ორგანიზმი უკვე საპასუხოდ პასუხობს ამა თუ იმ სიმპტომებით. ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ანა შაკაია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი და ახლა უნდა გავაგრძელოთ